რა უნდა გაითვალისწინოს ბრეკეტ სისტემის მატარებელმა პაციენტებმა პატარა ჯაგრისების შეძენა შერჩევისას. ჩვენ ვიცით, რომ კბილების წმენდას ვახორციელებთ აუცილებლად დღეში 2 ჯერ, დილას და საღამოს კბილის ჯაგრისითა და პასტით. ყოველი საკვების მიღების შემდეგ კი ბრეისების გარშემო რჩება ნაწილაკები. უნდა გავისუფთავოთ აუცილებლად პატარა ზომის ჯაგრისებით, იგივე ინტრადენტალური ჯაგრისებით, რომლებიც კბილის პასტას არ საჭიროებენ. ბრეკეტ სისტემის რკალის ქვემოდან უნდა შევაძვრინოთ ინტრადენტალური ჯაგრისი და ბრეისის 4-ვე მხარე გუდასმით გავწმინდოთ. შემდეგ გამდინარე წყალში გავრეცხოთ. პრაქტიკულმა დაკვირვებამ მაჩვენა, რომ მკურნალობის მსვლელობის პარალელურად ჯაგრისების ზომა უნდა გავზარდოთ. მაგალითად, მკურნალობის დასაწყისში თუ იყენებთ 0.8 ან 0.9 ზომის ჯაგრისებს, რომლის კოლოფშიც 5-6 ცალია, იქიდან 1 ცალი უნდა გამოიყენოთ 1 კვირიდან 1 თვემდე. კოლოფის ამოწურვის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ მომდევნო ზომაზე 1-ზე ან 1 და 1-ზე, შემდეგ 1 და 3-ზე, 1 და 6-ზე და ასე შემდეგ. სიხისტის მატებასთან ერთად ჯაგრისის ღერძი უფრო მყარი ხდება, რაც ნადების სრულფასოვან გასუფთავებას უზრუნველყოფს. დააკვირდით შეფუთვას უკანა მხარეს. უნდა ეწეროს ან ეხატოს ბრეკეტ სისტემა. პირადად მე ჩემს პაციენტებს პესიტროსა და ინტერმედის ინტრადენტალურ ჯაგრისებს უწევ რეკომენდაციას. აქვთ სიხისტეების, ჯაგრისების სახელურის, სწორი თუ კუთხისქვეშა, მრავალფეროვანი არჩევანი, რაც პაციენტს უადვილებს გამოყენებას. და რაც მთავარია, ყველასათვის მისაღები ფასი.